მოკლედ ესე იგი დღეს მოვედით გავაწყეთ ხარაჩო და ვიწყებთ სახლის გარე ფასადის სამღებრო სამუშაოებს უნდა შევღებოთ. ორი პირი უნდა წაესვას. ბეტეკის საღებავი გვაქვს ნაყიდი გარე ფასადის სილიკონიანი სპეციალურად. ფერი ქვედა ვასმევინეთ, გავაზავებინეთ. მოკლედ ვიწყებთ სამუშაოებს რა. პირველ რიგში ვუსმევთ გრუნტს. აი კამერაში უფრო კარგად ჩანს ვიდრე ისე ვხედავ რა. აი ესე მივყვები და მთლიან კედელზე ვუსმევ გრუნტის წასმა აუცილებელი არის რა. ჯერ ერთი რომ მტვერს მოაშორებს, მეორე უფრო წებოვნება უკეთესი იქნება და საღებავს მიღება უკეთესი იქნება და მესამე კიდე რაც ყველაზე მთავარი არის, შეღავაც მოგცემს საღებავში რა, ანუ რაც უნდა წაგივიდეს, იმაზე ბევრად ცოტა წაგივა ხარჯი იქნება, ნაკლები დანაკარგი იქნება რა. ასე რომ გრუნტის წასმა აუცილებელია და საჭირო არის რა. აი კი ეთყობა წასმული სადაც მაქვს და წასასმელი სადაც არის, რაც დარჩენილი მაქვს რა. ხარაჩოზე ვდგევარ და წასმული მაქვს, განზადებული მაქვს და დარჩენილი მაქვს მარტო ეს მხარე ერთი რომ კაი საწუწაო საქმე არის რა, სუზედ მეყრება და იმიტომ ვარ ამ დღეში. გრუნტს წავსმევთ მთლიან სახლს და შემდეგ დავიწყებთ სახლის შეღებას. 15 ლიტრიან საღებავს ვასხავთ. დაახლოებით წესი და რიგით უნდა ლიტრა ნახევარი წყალი, მაგრამ ჩვენ რახან პირველ პირს ვსვავთ ჯერ დავასხავთ 2 ლიტრას მაინც და შეიძლება კიდე თვალისწინებით შევხედა და კიდე უფრო გავათხილოთ რომ რახან გარედან ბრიზგი აქვს გაკეთებული სახლს. ადვილად მიიღოს და ჭრილებში და სივრცეებში ადვილად შევიდეს და ადვილად ჩაჯდეს რა. მე მეორე პირზე უფრო სქელ მასას დავიჭერთ რაც წესი და რიგია და ისე გავაკეთებთ. და ეს მეგობრებო გადაურიოთ კარგად გავხსნათ ძალად რომ არა გვიჭრას ხავებავი და ექნაი იფია დედას მოგ იფერეგემრელი შოკოლადი სუპერაგი გიგეთო ვიწყებ პირველი პირის წასმას ვნახოთ ფერი როგორ დაждდება და როგორი გამოვა მე ძალიან მაინტერესებს. ჩუმად ნამაჩემთან ერთად გავარნე ჩვენი სახლის უმყვეს იწყებს ხელში ლილვაკი და მე ფუნჯი მგარით სიმხსერი რიტში პალიტრას ცისფერ ხმებს შლის პირველი პირს ჩვენ დრუნცავს მე უფრო გავართ კედელი და მე ორი ვირი ბეტეკი სილიკონით გაზლერებული გარე ფასადი ხმასიებს როგორც ოპერის სცენა გაშლილი ავინები ორფენით ვერი ინოტო ისახ მისული ილვაკი ტრიალებს ინშიშ რომ ახდება ჩვენი მუსიკა მამა და შვილი ერთი ხაზი ერთი ფერი ერთი გზა სახლი გვიხურეს მადლობით კედლებში ჩაწერილი ახმა პერი პუნჯი ილვაკი ელითრა ცოცხლ ჩვენ ხე შექმნი ოპერა სახლი გასდა და ჩვენთან ერთად სუნთქა აი ესე დროს მოვჭით ახლა. რა უნდა გადაიღო, აბა რა უნდა გაჩვიდოთ. ფერთ არა ჩანს. ეხლა დავამთავრეთ ყვალი რომ ავალ გადავიღებ და გაჩვენებთ შედეგს მე მგონი ძალიან კარგი გამოვიდა. სახში რო შუქიანითება სხვა რაღაცა არის რა. სიმყუდროვე იგრძნობა ეგრევე. ვიწყებთ შეღებას, აინები უნდა შევღებოთ. დაახლოებით 2 ტონით მუქი საღებავი გვაქვს მაგისთვის, ფავორის საღებავი შევიძინეთ. გაზავებიანად სადღაც 2 ლიტრა ნახევრიანი დაჯდა 51 ვარი. ცოტა მუქი ტონალობა იყო და შერევა ძვირი გამოვიდა, ამიტომ ჩვეულებრივად როგორც ყველა საღებავს ესხმება 10%, 15% წყარი წყალში ზავდება და არის სილიკონიანი სპეციალურად გარე ფასადის. ეხლა აიუნებზე დიდად ეგ არ გვჭირდებოდა, იმიტომ რომ შეწეული და წვიმა და ის არ მოხდება, მაგრამ რა ხან ვაკეთებთ, ჯობია მაინც სილიკონიანი იყოს, რომ ნესტგამძლე, ბევრად ნესტგამძლე არის რა.
მე და მამა ჩემი დილით გებით ადრე სახლის გარე პასადი ელოდება მოქმედებას ლილვაკი ხელში საქმე იწყება ნელა გუნჯი კადელზე წერს ჩვენს ხელზე რას პირველი პირი გრუნტი საფუძველი გვარი როგორც ითქვა რაც მამამ მასწავლა ბავშვობაში კედლები ისმენენ მტვერი ქრება ხრაერში აქ შრომა არ ხვირის მაგრამ ამბობს ყველაფერს ვერები ლაპარაკობენ როცა ჩვენ ჩუმდებით პალიტრაზე არჩევანი სწორ გზას ვირჩევ ორი პირი პეტეკი სილიკონი გას ეს სახლი ჩვენთან ერთად ძლიერდება დღეს და ხვალ იორიკი ბრუნავს რიფში ბიტთან ერთად ზეცემა ფასადს ფერი ცოცხლდება აიუნები ორფერად ორი თონი ჩანს ერთი ოდნა მუქი სიღმეს აძლევს ცახს ეს არ არის მარტო სამუშაო დღე ეს არის დრო რაც აღარ ბრუნდება უკან მამა გვერდით გაშ ჩუმად საქმეში მისი გამოცდილება ჩემი ყველაზე ძლიერი ლექსი ვერები ლაპარაკობენ როცა ჩვენ ჩუმდებით ლილვაკი და პუნჯიბიძე მოძრაო პინდონი პირი პეტეკი სილიკონი დგას ჩვენი ხელით შეღებილი სახლი ჩვენი ხმა კედლები დაიმახსოვრებენ ამ თუთებს ოფულს შრომა სიცილს და სიჩუმეს პალიტრა იცლება მაგრამ ჩება კვალი ეს ფერი არ ჩამოირეცხება მარტივარ ღენელა ჩადის საღებავი შრება ფასადი გას როგორც ნამუშევარი მე და მამა ჩემი ერთი ნაბიჯით უკან ვუხურებ ცახს და საკუთარ თავსაც აბა როგორი გამოვიდა როგორ მოგთქვათ მეგობრებო მე მგონი ძალიან მოუხდა და ძალიან გალამაზდა ფერიც კაია ფაქტურაც კაი დაჯდა მიუხენის მთელი ხიბლი ეს არის რა ორ ფერში რო გავუშვებ მაინც სხვანაირი